დილა მშვიდობის. არ გვინდა ხალათი, ჩავიცოთ გრძელ კლავიანი. დილა ხარხნებოდა, აბა როგორ ხართ? ხო ხართ მაგრა. ესე იგი, დილას ავდექი, რომ სანამ მეთქი ვიდეოს ჩავწერ და ყავას დავლევ მეთქი უბრალოდ სანამ ყავას დავლევ და პარალელურად ვიდეოს ჩავწერ თქო. შემოვიცი ხალათი და ეგე ჩავედი დავლა საათი ვნახო ვიცა. ზუსტად არის 12 საათი. ზუსტად არის 12 საათი და ახლა გავიხადე ხალათი. სადღაც 2 საათია ხალათით დავდივარ მეტიც. უბრალოდ ეს დრო საწავი და ვერ ხვდები რა გავაკეთე ისეთი არაფერი. აი რო კივიან ეგენი გამოუშვი, ქათმები, ვაჭამე. აიმე ქალო რაღა და ქალებო. ის მომაკვდავი ქათამი, ხო იცი რო დავცინე. წეგან ერთი ქათამის ცემა. ოჯახის ქათამის ცემა იმ მოსულმა თეთრმა ჩხირმა. ჩხირებიანმა ქათამმა. აი, მე უთხარი, თუ შემოგივარდი, შეუბედურო მანდა და გაგაცალე ეგ სამი ღერი ჩხირი. ანუ გაიბრინძ, არა ჯერ ასა გავდა რომ ერთი ტელეფონი არ მქონდა იმ დროს გადამეღო რა სასაცილოდ გაეფხორა რა და მამას ჩაუნისკა და გამოიქცა ეს დებილი. ვეუბნები ვიტრიალი. მიასიკვდილე ეგ მომაკვდავი რომ კვერცხიც ვერ დაუდია თავისი ნებიც თუ მე არ დავეხმარე. მაგურედურს მაგას. ხო და ხელებზე წასმას აზრი აქვს რაღაცა დამოვრეცხო. ხო და ანუ ისე მოჯანიანდა რა მაგას ვამბობ. ხელებზე ამას ვისმევ ხოლმე, მოდიოდნო წავის. აი ფეირი რო არ მქონდა ის 3 დღე დედა მეტი რა ხელებზე. ეხლა მართალია ისევ წამლიან წყალში უნდა ჩავყუბარ არა უშო. ხო და ესე რა ქათამი ძაღლი კატა მეორე ქათამი მესამე წიწილა და მე მეთქი რა არის ჩართული. ეცდა კარს დავხურა. ცელი დენის. კარი გავაღერო. განიავდეს მეთქი კარგად. ხო და საწავიდა მაგას ვამბობ დრო რა. მე ეს პირისარეცხი ამასობაში დაირიცხა მეორე შევყარე ის გავფინე და აღმოვაჩინე რომ მე ისევ ხალათით დავდივარ. შვენივრად ძვირფასად. მისა მაგრი რა ვქენი და ჩააბანოში. კი ბატონო. აბანოში. ხო და წეღან იულა დღეს ხო შაბათია და წინა კვირას ივანემ ტაძრიდან წამოიღო სტიქარი. გაგირეცხავ თქო, იმიტომ რომ ესეთი ფერი აქვს მუქი და ყველას მასეთი აცვია თითქმის. ხო და იქ ზეთი რო ეწუწებათ, ან კანდელს რო ანთებენ, ან რაღაცა შავი ღვინო ის და დალაქავებული ქონდათ რა და ჩავალბე და ცოტა ხანი არ გამომიხარშია, მაგრამ პატარა ვედრა მაქვს რა ეგეთი რაღაცეებისთვის. მაგრამ კარგა გავაცხელე წყალი და ფეირი არ არის. ალაფრანში და სერცხის იმაში სიოში ჩავალბე ძალიან ისეთი რამეები არ მინდოდა მეხმარა რომ არ გააფუჭოს მეთქი რა არ გაათეთროს. ხო და ეგ უნდა მოვურეცხო სანამ ცხელ და ქაფქაფია ეხლა რომ კარგად მოვჟეშყო. ხო და სანამ მე ეგ დავდგი და მაგას ველოდებოდი რომ ძალიან არ გადადუღდეს მეთქი მე რა ვიცი ან გაუთოვდება და ან არა და მაგაშობა შემომელია ყავა. მე რა ვიცი გავიარე იქვაბი იყო და რომ გავხეხე გუშინ ისინი დავაბინავე. იქ ვნახე რომ რაღაცა იყო. ანუ სადაც მიხვალო რაღაცა გხდება გასაკეთებელი და დავხედე საათს და ქალო შენ ისევ იმით დადიხარ ხალათით. აბა დავაი ხაბანოვსკი ჰერი. სანამ ახლა მეორე თუ მეათე პარტია და საერთოდ გამოიყრება, ოღონდ არ ვიცი სადმა გავფიდო სავსეა გისა.
სავსია ის და ჩემი ისიც სავსია. მაგრამ გუშინ კარგად დავაუთო ეს ხოთაშორის. კი ბატონო. გუშინ დავხატე საროჭკა. ვითომ არაფერი ელენეს საროჭკა. სხვათაშორის ვამბობდი, რომ აუ არ გინდა რა, მიდი მაგრა გეზარება მანან არა. მიდი. ჩემ თავს ვეუბნები, რომ არ გინდოდა დახატო. წადი დაწე დაიძინე. ნასკები მქონდა სადღაც. აი. ხო და აი მე ხო იცი წინა ვიდეოში ვთქვი რა, რომ აუცილებლად დღეს უნდა ელენეს საროჭკა დავხატო მეთქი, ჩემ თავს პირობა მივეცი და თქვენცა. და ვიფიქრე, რომ აუ მანან რა მაგარი გოგო იქნები, რომ ხა მას მოიცლებ და ხატავ და აღარ გექნება, ხოლე ერთიღა გექნება და იმიტომ მეორე კვირიდან უნდა მოიტანონ კიდე რა საროჭკები. მე ნერვიულება ხოლმე ორი ცალი რომ მიდევ სახში დასახატი და მიჩვენია დღეს ერთიც დავხატო და აღარ ამქონდეს რა. ხო და აი ესე ჩემ თავს პირობა მივიცი, ადეთი დაჯექი დახატე. ხო და დავჯექი. 9:30-დან პირველ საათამდე. მე თუ არ ვიცი შემოდის ალბათ გადაირივნენ ისქად. ვითომ არაფერი ისეთი ნახატი არ იყო. მაგრამ დრო წაიღო პირველი საათამდე ზუსტად პირველ საათზე დავამთავრე ნახატი. 9:30-ზე დავჭიქი. რატომ მახსოვს 9:30-ზე ბუძელნიკი მიყენია ხოლმე? მაღვიძარა. უბრალოდ ხო ბუძელნიკი ვთქვა, იმიტომ რომ მაგდუს არა უხვეიძაო, არა უძინა. და დარეკა და მაგში მივხვდი, რომ მაგ დროს დავჭიქი დასახატად. ეხა მაგრამ შია. თუმცა ყავა დავლიე და პეჩენიაც მივირთვი. დავიხალე. გუშინ ბარაქის ხე დავნამე. ეხა მაგას უყურებ. რა კარგად დავასველი გებრიელად და დილას რომ მიველი, წუხელი უკვე ეთყობოდა, რომ ხოჭე რო დაბრტყელდება ხოლმე თითქოს სითხე რო გამოელევა მას ფოთლებს. მასე ჰქონდა მოსული და გაფუმფულებულია ეხა. ეს მცენარე ხო ფოთლებიდანაც იღებს იმას სინესტეს და ეთყობა ხოლმე. ვაი, ესეც ესე. დავიღალე ხახო ის გაიხადე ჩაითვის ამბავში. ეხა თმებსაც გავიშრებ. შეძლებს და გვარად და ოღონდ ისევ ხალათით უნდა ჩავიდე დაბლა. წამოდით მანამდე განახოთ რა დავხატე. რა დიმხატე. კი ჩავდე, მაგრამ მაინც განახეთ. მე და ბარბარე ვართ სახში. ლაშა სადღაცას ბღუისა ეს ის აქ ჩართული. დედენისა კი არა და ბენზინის ხერხი კი არა და ცელი. ნინო ცეკვაზია იოანე მასწავლებელთან. აქ ვიჩექი, აი ეს არის ჩემი კაბინეტი. ჯერ დიდი დრო წაიღო წინა ნახატმა. სად დაგსვით ხალხო, ცოტა აქეთ არ შეიძლებოდა? მოდი და აქანე. მოით აქანე, სად დახარწას? ვითომ ისეთი არაფერი. ამასობაში თავი გამიცილდება. ძალიან ჭრია ლაპარაკები არ მიყვარს. მაგრამ დრო წაიღო, ალბათ ყველაზე დიდი დრო წაიღო აი ამ ნახატ. აი ამ. ანძამ. და რაღაცა რუღაცა. და შემდეგ ვეფხმა. ვეფხვის კოპლებმა. წაიღო დიდი დრო. აი ამ ნახატმა. ოღონდ ერთი პირობა, აი რომ დავხატე და რაღაცა და ფერებზე რო გადაველი, ამ უკანა ძირითადი ნახატის. ვფიქრობდი რომ მოდი მანან ეხარ, გინდა და სახვალე გააგრძელე და ჩემ თავს ვეუბნები. მიდი ერთიც მოუსვი, ერთიც აი აქაც დაგჭა. აქაც და შემომეხატა. და გაყოფილი ვიყავი რომ არ გადავდე. იმიტომ რომ გადადებული საქმე ეშმაკისაო. ნუ ხანდახან ეშმაკის საქმეც კაია ხოლმე. რო გადადებ. მაგრამ
აი ესე იკეცება. ამას სულ ეგლაც უნდა ეხა ხუნო, არაფერი არ მოუვა. ნუ გარდა რომ გამოხარშავ, გაეცლება კი. ეგე რომ გამოხარშავ, აკრილით ზიანდი. და ტუში. ამჟამად მაქვს 2 საროჭკად დასაბინავებელი, ამ თვითონ და წაიღო, მე რა დავაბინო. ესე. დაიღალე ხალხო. დღევანდელი ჩემი საქმე. არაფერი განსაკუთრებული, გუში კი დავალაგე და გამოწმინდე ყველაფრიანად, მაგრამ უბრალოდ ერთს აი რას ეძახიან იმას? აი უბრალოდ რომ შემოუფაცუდებ, თვეშას როცა უნდა გავაკეთო. და ისე უთოს მიყვე. უმაგრესი ამინდი იყო დილას მზე, იმიტომ შემურჩი. იქ ეზო, იქ ყავასაც უნდა დამელი ეზოში მაგიდა როა, ხო ის რო არ გადაწმინო ფიზიკურად ვერ დაჭიდები იქ რა. ეზოში რომ მაგიდა დგა თან ის არის შავი ფერის არის და პრიალა. ხო და კიდე ხაზული და რაღაცა, მაგრამ მაინც. რა და იქ ქუჩაში მანქანები რო დადიანი ხა მტვერია იქ რაღაცა, ედება მტვერი. იმას მივყევი და ყავა ხო დავლიე იქ. და მზე იყო ძალიან მაგარი, მაგას ვამბობ რა, ოდნავაც კი არ შეგცივდებოდა. ეხლა არც 1 გრამი მზე არ არის. თუმცა წუხანდელი ის არის ცხრი, საკრეფა შეიძლება, იმიტომ რომ რა ვიცი, როდის მოეპრიანება ცას რო გაწვიმდეს და უბედური არ დავრჩი. აი ეს წაველი ხო გავიშვით. წევედი. ეხლა იცი რისი მეშინია რაღაცა და ეს კარით უნდა გავიტანო. კი არ მეშინია ერთი სამაქხონი, საწოლთან რომ მივდივარ და ვალაგებ წვები. უბრალოდ საწოლთან რომ მივდივარ და თვითონ უნდა ავალაგო, ეგრევე მართლა წვები, ხო და ვიძინებ. ხო და ეხლა ჯერ მართლა ხა 2 საათი რო იყოს კიდე იფიქრებ ადამიანი რომ რაღაცა. და წადი დაიძინე მანანაც უთხრა ჩემ თავს, მაგრამ ძალიან მესირცხვილებ ეხლა რომ ზოგადად დავკრა. 3 დღეა ქათმები არ აჩერდებიან, აი ესე კაკანები. ვეღარ დავაყენე საშუალო, წავიდე მოვძებნობა კვერცხი სად არის. სადაც ადებენ იქ არ არის. დიდად გავიშრებეთ კი მოგატყუებთ, მაგრამ არ შემიძლია ხალხო თავი გამიხურდა, მგონი უცეცხლი მკიდია. მაინც უნდა ხალათი შემოვიცო და ისე ჩავიდე დაბლა. ის და იონეს ტიქარი გავრეცხო რა და. მაგას ახლა არც არიცხს მანქანაში ვრეცხავ ხოლმე და არც იქ უღური წყალს, ანუ იქ ბაღში გამაქვს სადაც ქათმები და ანუ არ არის ისეთი ის რა, სადაც ყვავილია, სადაც ქვა არის, რომ ანუ დავასხავ რომ მალე აშრეს ხოლმე. ესე გიხედო ტელეფონი რეკავს ლაშას და გავაწოდო ერთი წამით. აი მეთმები ამეწეწა, მოვალე ხავი. მოვიდი. რაღაც უნდა მექნა. ხო, საწოლს ავალაგებ ჯერ და ისე გავალ. მაგრამ სანამ საწოლს ავალაგებ, აი ესენი მინდა გავიტანო. რაღაცები აქ დავალაგე და ეხა გოგოები რა საწოლს ავალაგებენ. გავუტან და თვითონ დააბინავებენ, მანამდე მე მინდა რომ აი ესენი წაუღო იონეს და დავკიდო იქ. ყველას ძარაც, რაზეც მეკეტება იცი, ეხა დღეს ფარდას გავაუთოებ ჩამო ფანჯარაზე რო წიგნებს ალაგებს. უბრალოდ სჭირდება თორე გადავყრით. მართლა. ყოველ დღე ვიღებ ფანჯრიდან წიგნებს და აი ცუდად ავხდები. დავკიდოთ. ეს და ამის ზემოდან შეიძლება დავკიდოთ.
დავკიდებ და თორე ესეთივია მეორე და დაჭუჭრის. ესე ეს ხათრით არის ეშორკა. რენაირი. ასე. ისე ეჯერადები უნდა ვიყიდო. ეჯერადები ეძახი, მაგრამ წლებია მაქვს. აი ესენი, აი. აი. ხასაროჭკა კიდია მას. აი ეს პლასმასისები. ვითომ ეჯერადია, მაგრამ ძალიან მყარია. ესრე. აწევან ნინოს მასწავლებელმა დააწერა, რომ რაღაცა მათემატიკის ტურია, შეჯიბრია, რაღაცა მოკლედ. ხო და ბავშვები აირჩევიან და არჩევ შემთხვევაშიო, ვინც აირჩევაო, წავალთო სეულშიო, ჭავჭავაძის უნივერსიტეტში. ისე გამიხადა. მეთქი თუ რაღაცა იქნება და ნინო მოხდება, დიდი სიამოვნებით, ანუ ვინ წამოხვალთო რა და ბავშვი თუ მშობელიც, იმიტომ რომ იქ გზის ფულიც უნდა გაითვალისწინო და ყველაფერი და მეთქი წამოვალ თუ რაღაცა და ნინო გადაწყდება, წამოვალ აუცილებლად დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ რაც მე სეუდავამთავრე, მის მერე იქ არ ყოფილა და ჩემთვის იქნება რაღაცა ძალიან მაგარი რა გამიხარდა ერთ სიტყვით. რომ სეულში მოვხდები. აი ხლა, აი მას ეშველება რამე. იმიტომ რომ ეს არის ნაქსოვი, ბარბარეს უყვარს ეს რაღაცა და გამოვხარშე ხალხნო. უბრალოდ შემომეხარშა. იმიტომ რომ თეთრები რო ჩავაგდე არ გავითვალისწინო რეგ ნაქსოვი იყო. და დღეს რა მინდა იცი, გავაკეთო, ზედავზივარ. ეს არის ეხლა რო იტალიდან რამე რომეები გამომიგზავნეს. ეს არის იქ ნამყოფი. მოკლედ. ეს არის ესეთი რაღაცა ზედა. ძალიან ფუმფულა და საყვარელი და მე ხო იცი ესეთი არა მაქვს ის რომ სულ რომ მაცვია, ალბათ 1-5 წელია მაცვია. ოღონდ მართლა აი ვრეცხავ იქ თოკიდანვე ვიცმევის, თბილი რო არის, არ შემიძლია, ისე მიყვარს რომ ყველგან შემიძლია ჩავიდე. იმ სტილისა ესეც. თბილია, ამას უფრო რაღაცა კამარი აქვს, რაღაც ის არის და რადგან ის არის მინდა რომ ხამას მკლავები მოვხსნა, გავაკეთო ჟილეტი, ოღონდ ამ მკლავებით გავუკეთო საყელო. იმიტომ რომ აი ესეთი საყელო აქვს, ესეთ საყელოენებს ვერ ვიცმე, ანუ რა თითქოს რაღაცა მაკლია ხოლმე რაღაცნაირად გავუკეთებ საყელოს, რომ ან გადავკეცო რაღაცა აი ამებით. ამით. ხო და არ შევკიდე მაგის გამო რომ თვალთ მოუხდეს მეთქი რომ იქნებ ისავკნა გავაკეთო და აქ მიდევდა. მედია გავაკეთე. ხო და ესე. რა იყო რამე იყო მოსული? ეს არა. სილქნეტი გაცნობებს რომ ბალანსი შეადგენს ერთ ლარს. კაი. მეტი არ ჩამირიცხია და 5 ლარიანაირად იქნება. სალაპარაკოს ძალიან იშვიათად ვთავ. აი ძალიან იშვიათად თუ ან ექიმთან მაგან დასარეკი რაღაცა მაგით. ექიმთანაც აიმითავ სარგებლობ ნინოს ექიმთან WhatsApp-ით, ჩემ ექიმთან Viber-ით და დიდად არ მიწევს რომ აი დაურეკო რაღაცა რა, მაგრამ ეხლა რომ ოჯახის ექიმს დაურეკე, მაშინ ჩავრთე რა და მაღაზიაზე მომივიდე. მესენჯერით რომ ლაპარაკო ყველასთან რაღაცა, აი ბაბოსთან თუ მინდა ხოლმე დავრეკო და რაღაცა მაგ შემთხვევაში ვთავ ხოლმე და ვივიდე 1 ლარი გავაკო. წავედი ახლა, ჩავიცმევ ხალათს, ისე უნდა ჩავიდე დაბლა და ამოვრეცხო რამე რომეები და ამას მე მგონი ისიც გამოირთვებოდა. რა ქვია, საწყის მაგა. საწავიღე? მანდ არ არის გოგო. ჩემი ძმა და მეგობარი სულ აქ არის. აი ესე. არ ვიცი.
საჩევიკანი. შორედა მეჩხუბება ხოლმე. ცოტანელა შეიკავე ბავშვს არ მოუჭირო. ტელეფონი ჩავიდოთ ის და წავედით. აბა მომავალ ვიდეოებდე ხარხნებო. ბედნიერი დღე ყველას ცოტა მიგდე მოვდგები რაღაც საქმეები მაქვს და მე შეიძლება საღამომდეც კი